მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანციცის საკვირაო სკოლაში, ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ელისო კუპრეიშვილი, რომელიც არის ელმოს კლუბის მენეჯერი და ვისაც ყოლიათ ამ სტუდია ბაღში მოსწავლე ან შეხება გქონიათ მათთან, ალბათ გეცოდინებათ ის განსაკუთრებულობა, რაც ამ სტუდია ბაღს ახასიათებს. მე თვითონ მოვძებნე იქიდან, რომ ამ თქვენი სტუდია ბაღის მადლიერი ძალიან ბევრი მშობელი მინახავს და გადავკვეთილ ვარ იმათთან. და ეს აღნიშნულოვანია, ქალაქი არის პატარა და ყველამ ვიცით და საქმე მან გამოგაჩინოს ამ პრინციპით ვინც მუშაობს, ის ადამიანები ყოველთვის ჩანს ქალაქში და იმათი შრომა ასე თუ ისე მაინც ისეთი ცოტა უმადური საქმე კი არის ზოგჯერ ბავშვებთან მუშაობა, მაგრამ მაინც შედეგებიდან გამომდინარე იდება ხოლმე ის რეზულტატი, რაც მშობელსა და თუნდაც იგივე თქვენს სტუდია ბაღს ჭირდება. მოკლედ, დღეს მე და ქალბატონი ელისო ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი ფორმით შეიძლება მშობლისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებთან, როდესაც შერეული აღზრდის სტილი არ არის და ოჯახი, საზოგადოება, მშობელი, ბაღი, რაღაცა ერთი აღზრდის ერთი სტილით სარგებლობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ეს, როგორ უნდა ითანამშრომლოს სასწავლო დაწესებულებამ და მშობელმა. იმიტომ რომ თქვენც გექნებოდათ ამისი გამოცდილება, ხო, როცა სხვადასხვა აღზრდის სტილები არის, იქ ბავშვებს ძალიან ბევრი პრობლემა უჩნდებათ, ქცევითი პრობლემები უჩნდებათ ხშირ შემთხვევაში და მინდოდა ყოველთვის მქონოდა რაღაცა ტიპის თანამშრომლობა ის სკოლამდე. მე უფრო სკოლის ასაკის ბავშვებთან მაგ შეხება და აი სკოლამდელი ასაკის დაწესებულებები როგორ მუშაობენ, ეს პირდაპირ აისახება და ჩანს უკვე იმ მოსწავლეებთან, რომელთანაც მე ვმუშაობ. დიდი მადლობა მოსვლისთვის. ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. ძალიან სასიამოვნოა დღეს რომ მე შემიძლია თქვენთან ერთად ყავაზე ვისაუბრო ამ სხვადასხვა საჭიროებათა საკითხებზე, რომელიც ასე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თითოეულ ყოველდღიურობაში, ყოველ დღე მართლა ვცდილობთ, რომ ეს სირთულეები, რომელსაც ვაწყდებით მშობლებთანაც, როგორც მშობლები, როგორც ბავშვები, უფრო მარტივი გახდეს და ბევრად უფრო მარტივი გავხადოთ ის ყოველდღიურობა ბავშვებისთვისაც და უფრო ნათელი მომავალი შევქმნათ, რომელიც მერე თქვენთან გადმოდის უკვე აქტივობების სახით. ამიტომ რა საკვირველია ჩვენ ბაღზე რაც შემიძლია კიდევ აღსანიშნავი გავაკეთო ის, რომ გარდა იმისა, რომ ოჯახები და აღზრდა განსხვავებულია, ვაწყდებით ინტერნაციონალურობას. ჩვენი ბაღი გახლავთ ინტერნაციონალური ბაღი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები და ოჯახები იკრიბებიან და შესაბამისად აქ კიდევ უფრო თვალსაჩინოა ხოლმე განსხვავებულობა და ამ განსხვავებულობაში ის ერთი ამომავალი წერტილი, რომელიც გვაერთიანებს ხედვაში ყველას მართლაც. ანუ არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ, რა რელიგიის ხარ, რა პრიორიტეტები გაქვს ცხოვრებაში, არის რაღაცა ადამიანური მთავარი პრიორიტეტები, რაც ყველა ეროვნებას აერთიანებს ნამდვილად. ოღონდ ერთი ამბავი არის, საკომუნიკაციო ენა რა გაქვთ? საკომუნიკაციო ენა გვაქვს ინგლისური, იმიტომ რომ ზოგადად მოვისაზრებით როგორც ინგლისურენოვანი ბაღი, ქართულ-კანადური ბაღი და შესაბამისად ამომავალი წერტილი არის ინგლისური ენა, სადაც ახერხებენ ქართველი ბავშვებიც ინგლისურად საუბრობენ თქვენთან, ხო, თქვენ ქართველი ბავშვებიც ინგლისურად საუბრობენ, მაგრამ აქვე არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ის, რომ თავდაპირველად ზოგადად ენით კომუნიკაცია არ მიდის. სანამ ენით კომუნიკაციაზე გადავალთ, იმდენად საინტერესოა ეს პატარა ბავშვები, რამდენად ახერხებენ სხვადასხვა ჟესტებით, სხვადასხვა თამაშებით ერთმანეთთან, სხეულის ენით, რომელიც პირველად მართლა არაჩვეულებრივი სანახავია, როგორ მიუხედავად ყველაფრისა ესეთი კომუნიკაცია დგება, რომ იქ არც ენას აქვს მნიშვნელობა და არც სხვა პრიორიტეტებს.
და როცა მშობელი მოდის, თქვენ ძირითადად მე რო გავეცანი თქვენ მუშაობას, იქ ვნახე რაღაცა თვეების ბავშვებიც არიან. ანუ გაქვთ ფრესკულიც, ხო? როგორც ვიცი, არა? ანუ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. ნახეთ, როგორ ამ დაბადებიდან 6 წლამდე ბავშვები არიან ძირითადად, ხო? თქვენი მოსწავლეები, მაგრამ ეს წლებით ახლა თითქოს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა განვითარების აბსოლუტურად სხვადასხვა ფაზა. აი ხო 3 წლამდე ბავშვი საერთოდ სხვა განზომილებაა, 3-დან 5 წლამდე სხვა განზომილება. ანუ თქვენ გიწევთ ეპოქებთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს თითოეული თვე ასაკობრივი ნაწილი, ახლა თუ ხო აი მოტორიკა 2 წლამდე კიდე სხვა არის, ხო, ძირითადად მოტორიკის განვითარება. პრინციპში მოტორიკის განვითარებაზე რა ვიცი, სულ უნდა იმუშაო, მაგრამ აი მსხვილი მოტორიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, 2 წლამდე ასაკში და აი როგორ ახერხებთ ამას და ძირითადად მარტივად ვთქვათ, ვინ არის თქვენი მრევლი? ვინ არის ის ადამიანები, ვინც ფაქტობრივად განდობენ, რა ასაკის ბავშვებს განდობენ, რა მოდი აქზე დავიწყოთ. ნახეთ, ზუსტად ჩვენს ბაღზე იმიტომ შემიძლია უნიკალური თვალსაზრისით ვისაუბრო, რომ გვაქვს მრავალფეროვანი შეთავაზება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება, როცა ამბობენ, რომ ბავშვი მუცლად ყოფნიდან იგებს ყველანაირ ინფორმაციას და უკვე მუცლად ყოფნიდან იზრდება. ამიტომ მუცლად ყოფნის შემდეგ უკვე ბევრი მშობელი თვითონ მზად არ არის არაჩვეულებრივი დაწესებულებები, სადაც მშობლობასაც გვიმარტივებენ. ანუ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, ეს გვიმარტივებს მერე მომავალში ყოველდღიურობას. ამიტომ სამწუხაროდ ესეთი მშობლების კურსები უშუალოდ ჩვენთან არ არის, მაგრამ საინტერესოა ძალიან და იქნებოდა მომავალში მერე დავნერგოთ. აქედან გამომდინარე უკვე მშობლს რო სხვანაირი მზაობა აქვს, 0 თვიდან და 1 თვიდანაც უკვე მშობლის და ბავშვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამეა აღსანიშნავი და გამომხატველი. შესაბამისად, ამას გზას უკვე ჩვენ ვუმარტივებთ. ვასწავლით 0-დან 1 წლამდე სხვადასხვა ხრიკებს, თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა ეტაპზე პატარა რას უნდა ფლობდეს, რას უნდა აკეთებდეს, ან როგორ აკეთებდეს, ან იდეურად იდეებს ვთავაზობთ სახში, როგორ შეუძლიათ გამრავალფეროვნონ ეს ყველაფერი. და გარდა მაგისა, იმდენად გვინდა არ გვინდა, როცა მშობლობას ვიწყებთ, სხვა გარემოში ვხვდებით, არიან ქალბატონები, რომლებიც დაკავებულები არიან საქმით და შემდეგ უწევთ ოჯახში ყოფნა და ეს მრავალფეროვნება ამ კუთხითაც რომ დავინახოთ ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ სხვადასხვა მშობლები თავის ჩვილებით რომ მოდიან, თვითონვე თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ამ გზას კიდევ უფრო მრავალფეროვანს საინტერესოს და უფრო მოქნილს ხდიან ერთმანეთისთვისაც. ამიტომ 0 თვიდან 1 წლამდე გვაქვს სტუდიური გაკვეთილები ნამდვილად, სადაც ეს პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით, ეს იქნება შეხებით, სენსორული განვითარება, მოტორული განვითარება, სმენითი, კოორდინაციული, აი თუნდაც ელემენტარული ქონია და მე თვითონაც როგორც მშობელს გამომიცდია და არაჩვეულებრივი გასახსენებელი პერიოდია, თუნდაც როცა ვუყურებ ხოლმე ამ კადრებს, რომ აი ბუშტი ავიღოთ ელემენტარულად ბუშტი სათამაშო, აი რას მივაქციოთ ყურადღება, პატარამ გამოაყოლა თვალი ამ სათამაშოს, გააყოლა ამ სათამაშოს, შეეხო, ეს სიამოვნა, მოებღაუჭა, შხარონი, ეს სიამოვნა, გააღიზიანა, აი ეს პატარა ვითომდა პატარა თამაშები, სამომავლო ძალიან ბევრი რაღაცის განმაპირობებელია ხოლმე. სენსორული უნარების სენსორული უნარების, სმენითი უნარები, კოორდინაციული უნარები, მოტორული უნარები, ეს რეალურად ჩვილობიდანვე იდება პატარაში და ამას მერე უკვე პატარა და დედა როგორ განავითარებს, ან არა მარტო დედა, მშობელი, გარე პირობები, დედა, მამა, ბებო, ბაბუ, არა აქვს ოჯახის ნებისმიერი წევრი, როგორც დაეხმარება, რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად და მაგრად განვითარდეს, მისთვის სამომავლოდ სხვადასხვა ეტაპების დაძლევაში ეხმარება. თუნდაც ის, რომ აი ზოგიერთ ბავშვს აძლევენ ფეხში შორლის სირბილის სიარულს, ეს რამდენი რაღაცის მაჩვენებელია. ანუ თავიდანვე ეს მომენტები, როცა
გამარტივებულად მიწოდებულია მშობლამდეც და მე მშობელს ძალიან მარტივად და პირიქით ამაში ინტერესს ნახულობს მე ბავშვზეც ეს ყველაფერი აისახება ძალიან ხშირად აღნიშნავენ ამ ბოლო დროს რომ ბედნიერი დედა ბედნიერი მშობელი ისა ბავშვიაო რასაკურველია ბევრმა პირდაპირ ენერგეტიკული კავშირია სულ სხვა არხით კი ბატონო ეს ენერგეტიკული კავშირი დედასთან ნახეთ არ იცის ანუ ამაში ცუდი არაფერი არ არის როცა რაღაცა არ ვიცით და გვეძლევა საშუალება რომ რაღაცა დამატებით ინფორმაცია მივიღოთ რაც ყოველდღიურობას გაგვიმარტივებს რატომაც არა მაგრამ რა არის იცით ძალიან რთული არის როცა მშობელი გაკითხავს და მოდის ეს უკვე ინდიკატორია იმის რომ საუბა აქვს რომ მიიღოს ხო რაღაცის სწავლისთვის მაგრამ ისე ძალიან უჭირთ ხოლმე მშობლებს და პრინციპში მშობლობის ფუნქციებში ჩარევაც არის ხო დიდად მასწავლებელი ძალიან კორექტული უნდა იყოს ხო მაგ სფეროში რომ იმიტომ რომ მშობელი არის უზენაესი ამ შემთხვევაში და ერთადერთი რაც მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მხოლოდ და მხოლოდ როგორ თუ კი მისი სურვილი იქნება რომ დაეხმაროს და მაგრამ მე ყველაზე მეტად რა მაწუხებს იცით აი ეს სტილების აღრევა გექნებათ ალბათ თქვენც გექნებათ მეც მქონია პრაქტიკაში აი როცა აი სხვადასხვა შერეული აღზრდის სტილი მოდი ბარემ განმარტავ ხო რას გულისხმობ ესე იგი შერეული აღზრდის სტილი ორი ტიპის შეიძლება ბევრი ტიპისაც არის მაგრამ რასაც მე წავწყდომი ვარ ერთი არის, როდესაც ოჯახის ერთი წევრი რაღაცის უფლებას აძლევს ბავშვს და მეორე წევრი არა, ან კიდევ ერთი და იგივე ადამიანი რაღაც მომენტში უკრძალავს და მერე ის აკრძალვა მასვე ავიწყდება და ისევ ამის ნებართვას აძლევს, ანუ თანმიმდევრული როცა არ არის გარემო ბავშვის ფორმირებაში. აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სკოლამდელ ასაკში ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ 3 წლამდე ადამიანის ფსიქოტიპი უკვე ჩამოყალიბებულია, ხო? და ამ ჩამოყალიბებაში ბუნებრივად ის გარემო მუშაობს, რომელ გარემოშიც ბავშვი იზრდება, ხო? და მით უმეტეს ახლა როცა მშობელი უკვე თქვენთან ძირითადად მაინც 3 წლის მერე მოყავთ, ხო? თუ ბაგაც გაქვთ შეთავსებული ესეც საინტერესო არის. ბაგა უშუალოდ არა, გვაქვს ესეთი შეთავაზება ისე და ისე მშობლებისთვის, ანუ 2 წლიდან 3 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მშობლებთან ერთად სტუდიაში იარონ, ანუ მშობელი თუნდაც და გაქვთ ამისი ინფრასტრუქტურა, იქ ხელა ფართი და რაღაცა, რომ მშობელიც იყოს და ეს. კი, ნამდვილად გვაქვს მაგისი საშუალება, რომ გარდა იმისა, რომ შევთავაზოთ მშობლებს ბავშვთან ერთად მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ სტუდიურ აქტივობაში, რომელიც ძალიან ბევრი რაღაცის მომცემია, ასევე გარდა მაგისა კიდევ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა მოსვლაზე თითოეული ცენტრი იყოს სხვადასხვანაირად აღჭურვილი. რას გულისხმობ ამაში? აი ის მომენტები, რაც ჩამოვთვალეთ, რომ ეს არის სენსორული, მოტორული და კოორდინაციული არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი სხვა ჩამონათვალი, რაც განაპირობებს პატარას შესაძლებლობებს. ჩვენი არაჩვეულებრივი მასწავლებელი ყველა გაკვეთილის წინ ამრავალფეროვნებს ამ ცენტრებს, ანუ გულისხმობ იქ შეიძლება იყოს სახატავი დაფა, სადაც შეიძლება ხელებით დახატოს პატარა. მეორე კუთხე იყოს სენსორული ან სხვადასხვა სტრუქტურებით დატვირთული სითხე, ქაფი და ასე შემდეგ, რომ ვნახოთ რამდენად ეს პატარას სიამოვნებს. მესამე კუთხე კიდევ სხვა მიმართულებით დატვირთული და ასევე მეოთხე კუთხე. და ეს მშობელი რომ მოდის ბავშვთან ერთად მთელი დღეს იქ ატარებს თუ? არა, ეს არის კვირაში რამოდენიმე დღე და საათნახევრიანი პროგრამა არის და ამ საათნახევრიანი ცენტრული თამაში იყოფა ნახევარი, პირველი ნახევარი. ანუ 3 წლამდე ბავშვები მოდიან მშობლებთან ერთად. 3 წლამდე ბავშვი, კი, ოღონდ ის მშობლები, რომლებიც უშუალოდ, იმიტომ რომ მაგის გარდა კიდევ შეთავაზება გვაქვს, ანუ ამაზე რომ ამომწურავად ავხსნა, იმიტომ რომ ძალიან მართლა ძალიან ბევრის მომცემი და მნიშვნელოვანი ნაწილია ეს მშობლებთან ერთად სტუდია, იქიდან გამომდინარე, რომ ის ცენტრული დატვირთვა განგება არის შექმნილი და მოწყობილი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრის მთქმელია, როცა მშობელი მოდის ბავშვთან ერთად, წინასწარ აუცილებლად სანამ დაგვიკავშირდებიან, ვთხოვთ მშობლებს, რომ ისინი იყვნენ როლური მაგალითები შვილებისთვის,
როცა ამ აქტივობაზე მოვლენ. შესაბამისად, როლური მაგალითები რომ ხდებიან, ნახეთ ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ აი ჩემი პატარა თავს იკავებს, არ კიდებს ფუნტს ხელს, არ კიდებს სხვადასხვა სტრუქტურას ხელს. ანუ იმ ცენტრული კუთხების გამოყენებით უკვე ჩვენს ფორმა გვეძლევა, მშობელსაც ფორმა ეძლევა და შედარების საშუალებაც ეძლევა სხვა ბავშვებთან. თვითონ თუ არ დაანახა როგორ კიდევს ბავშვი ხო? მაგრამ თვითონვე ხედავს ის შეკითხვები, რაზეც აქვს ამას, ამისი პოტენციალი, იქნებ სახში ამაზე უფრო მეტად ვიმუშაო. შესაბამისად, ნახეთ, იქვე ადგილზე თვითონ აწყებულობს შეკითხვებზე პასუხს, ჩვენთვისაც უფრო თვალსაჩინოა რა მიმართულებით წავიყვანოთ მშობელთან საუბარი და მეორე ნახევარით გვაქვს არაჩვეულებრივი იმ მხრივ, რომ არის მუსიკალური აქტივობა, რომელიც არ შემიძლია რომ კომენტარის გარეშე დავტო, ალბათ ატყობთ რომ მე თვითონაც ძალიან სტოვანებული ვარ ამ ჩვენი აბა თუ არ ქსიამონებს ისე იქნება როგორი იმუშავებ მეც ესე ვარ ბავშვებთან ვერ იმუშავებ თუ ეს არ ქსიამონებს ნამდვილად აი შეიძლება მაღაროში იმუშაო მაგრამ ბავშვთან კი მართლაც ესეა თუ არ გიყვარს ბავშვები და ბავშვების სივრცე ვფიქრობ ძალიან გაგიჭირდება ეს დიდხანს ითამაშო ამიტომ ის მუსიკალური მეორე ნახევარიც იმით განსხვავდება რომ ეს არ არის ფორმალურად მასწავლებელი ინსტრუმენტთან და ბავშვები სხვადასხვა ტემპით რომ ყვებიან ეს არის სხვადასხვა თემატური გაკვეთილი, რომელიც სრულფასოვნად მშობელი და ბავშვი თავისი ინსტრუმენტების მრავალფეროვნებით ჩართულია ამ გაკვეთილში. ანუ ეხლა მუსიკას და ბავშვზე რომ არ ვისაუბრო, ეს ცალკე საკითხია, რამდენის მომცემია, იქ ტემპის შეგრძნება, იქ რიტმულად აყოლა, ანუ უშუალოდ ეს ყველაფერი რამდენის მომცემია ბავშვისთვის და თან კიდევ ამასთან ერთად როცა მშობელი იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს აღვენიშნა, რომ მამიკოებიც არიან ხოლმე ჩართული, რაც არაჩვეულებრივი სანახავია და ასევე დადებითი შედეგის მომცემია. ასე რომ ის სტუდიური გაკვეთილების საათნახევარი, თუნდაც საათნახევარი კვირაში რამოდენიმეჯერ ბავშვთან ერთად გატარებული იმდენად ნაყოფიერია, რომ თვითონ მშობელი სხვანაირი კუთხით ხედავს ხოლმე თავის შვილს და როგორც მშობელი თავის თავსაც სხვანაირად ხედავს ამ დროის განმავლობაში. მე მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ბათუმში იყო ტერარიუმი ჩამოსული. მაშინ ჯერ კიდე არ იყო, როცა ჩემი შვილი პატარა იყო და ძალიან მინდოდა, რომ ჩემ შვილს ცხოველებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და გველების ძალიან მეშინოდა. წავიყვანე ჩემი შვილი და ესე ვაშკაცურად ვიყავი მაგალითი მოვკიდე ამ გველს და რაღაცა ისე ძლიერი ვიყავი იმ დროს და ისე მომდამეხმარე ეს რომ აი პირველად იყო ჩემ ცხოვრებაში რომ საქვეწარმავალს შევეხე და რა თქმა უნდა ჩემი შვილიც შეეხო და მახსოვს მე რომ ეს მართლა ისეთი ამბავი იყო რა ჩემთვის და სულ მე მაგაზე ვფიქრობდი რომ აი როგორ შეიძლება რომ ბავშვმა აქეთ გაგზარდოს ანუ ის კი არა რომ და ეხლაც ასე ვფიქრობ რომ მე არ მგონია რომ ჩვენ შვილებს ვზრდით იმიტომ რომ ახალი თაობა როცა მოდის ახალ სამყაროში და ეს სამყარო უკვე მათი ბუნებრივი სივრცეა ჩვენ ამ სამყაროში რაღაცა წარსულით მოვდივართ და მათთვის ეს უკვე ბუნებრივი სივრცეა ამიტომ იმათგან უნდა ისწავლო ამ სამყაროს აღქმა და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს რაღაცა მთლიანობა სოფხედველობრივი მთლიანობა მშობელსა და იმ სასწავლო გარემოს შორის რასაც თქვენ იდეაში აკეთებთ ახლა როგორც გიყურებთ აი რა არის ის ყველაზე დიდი პრობლემა თქვათ რასაც წაწყდომი ხართ თქვენ აი ისე მოდი ეს დავარქოთ გამოწვევა ხო რომ რაზეც გიფიქრიათ რომ აი რა შეიძლება რომ აი ასეთ შემთხვევაში გავაკეთოთ იმიტომ რომ მე როგორც ვიცი თქვენ რახან ქართულ კანადური ის არის ინსტრუქტაჟი და ეს ყველაფერი უკვე წინასწარ პროტოკოლი გააქვთ ხო ყველაფერი გაწერილი რომელ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იქცევთ თუმცა რაც არ უნდა პროტოკოლი გქონდეს გაკეთებული კულტურული თავისებურება მაინც სხვა არის და ყოველთვის ადაპტაცია ხა პირდაპირ კოპირებას ვერ გადმოიტან კანადიდან იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად სხვა კულტურული სივრცეა და სხვა ფსიქოტიპებთანაც გაქვთ შეხება მიუხედავად იმისა რომ უცხოენოვანი ბავშვები ყავთ მაინც როდესაც სხვა სივრცეში ხდება სტრუქტურის დაფუძნება აუცილებლად გექნებათ რაღაც გამოწვევა ის სიახლეები რაზეც შეიძლება თქვენს დაფუძნებელსაც კანადელ დაფუძნებელსაც შეიძლება არ ქონდეს გამოცდილება აი ეს მაინტერესებს თუ წაწყდომი ხართ ამ სპეციფიკურ ამბებს ნახეთ ჩვენი დამფუძნებელი ნათია კაიკაციშვილი რეალურად ჩვენი წარმომადგენელია ქართველი ქალბატონია გამოწვევებს ვაწყდებით ყოველდღიურად
ანუ სულ იმას როცა განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს სულ ვამბობთ რომ აი 10 წლის წინ 7 წლის წინ რა იყო სადამდე მოვედით რა გვინდა რა არის ჩვენი მიზანი რომ დავანახოთ საზოგადოებას რა ჩავდოთ მშობლებში აი თქვენ აღნიშნეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთობაო ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არა თანასწორად მოგვისაზროს მშობელმა ბავშვმა და მშობელი თანასწორები კი არ ვიყოთ ერთმანეთის ერთი მიმართულებით ვიყურებოდეთ ანუ თუნდაც ის მშობლები რომლებიც ჩვენთან მოდიან ჩვენ არასდროს ჩვენს მოსაზრებას თავზე არ ვახვევთ თუ ხედავთ რომ ის სხვა მსოფლო მხედველობის არის და ეს ძალიან ჯანსაღია როცა ადამიანებს სხვადასხვა ხედვა გვაქვს უბრალოდ ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას თუ ერთი ხედვა გვაქვს და ერთი მიმართულება აქ ნახეთ აქ რაღაცის დამტკიცებაც ძალიან რთულია ხოლმე იმიტომ რომ ნამდვილად სხვადასხვა აღზრდა თავისებურ კვალს ნებისმიერ შემთხვევაში ტოვებს უბრალოდ უკვე როცა ადამიანს ვესაუბრები უშუალოდ მე თუ მიწევს გასაუბრება და ძირითადად მე მიწევს ხოლმე ახალ მშობლებთან ურთიერთობა ამომავალ წერტილს ყოველთვის და კვეთის წერტილს ყოველთვის ეგრევე ხედავთ ხოლმე რომ ხოლო ახლა ამოვალი ბავშვის ის არის აი ნახეთ თუნდაც ბავშვთან მიმართებაშიც როგორ ხედავს მის შვილს და მის შვილის ინტერესებს მომავალში ან ჩვენთან დაინტერესების ამომავალი წერტილი რა არის იქედან გამომდინარე რომ რამოდენიმე გასაუბრებამ და დიალოგმა თუ მოიტანა რომ იცით რა სხვა მიმართულება ადრე თუ გვიან მაინც იჩენს ეს განსხვავებულობა თავს თუ ჯანსაღად თავიდანვე საერთო კვეთები არ არის რა სამკურველია ყოფილა შემთხვევები როცა მშობლები მოსულან და იცით რა უთქვიეთ რომ აი მაინც ესეთი წარმოდგენა არ მქონდა არ მეგონა ვერ ვხედავდი არ ვიცოდი და ბევრი რაღაცები შეუცვლიათ იმიტომ რომ ჩვენ გახსნილები ვართ და სულ მშობლებთან აღვნიშნავ მე პირადად რომ სულ მზად ვართ გახსნილი კომუნიკაციისთვის ჯანსაღი კომუნიკაციისთვის რაც ზოგადად მე მგონი საზოგადოებას ეს ბოლო პერიოდია უჭირს იმიტომ რომ არ არის ესე გაწერილი ფორმულირება იცით ანუ ყოველდღიურობაში ბავშვები ისეთ დროს ატარებენ უშუალოდ ჩვენთან საბავშვო ბაღში მთელი დღის განმავლობაში რასაკვირველია შეიძლება იყოს რაღაცა მომენტები რაც არ არის სასურველი არც ჩვენთვის არც მშობლისთვის მისაღები მაგრამ ამას ძალიან ჯანსაღად ვუცვლით და პირველი ამომავალი ის არის რომ აუცილებლად მშობელი თუ კი მოდის და მოყავს ჩვენთან პატარა უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი თუ ეჭვის თვალი თუ ყურებს მშობელი ჩვენ საქმიანობას ჩვენთან ყოფნას ისევ და ისევ ადრე თუ გვიან ეს არასასიამოვნოდ შემოტრიალდება, იმიტომ რომ იცის ჩვენი მიმართულება რა არის და იქ თუ დაეჭვდა ძალიან რთულია რომ მე პატარაზე ეს და ქონიათ ასეთი შემთხვევები ზოგადად სხვადასხვანაირი მომენტები ყოფილა რასაკვირველია, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამ სფეროში ვართ, ყოფილა უნდობლობით აღჭურვილი მშობელიც, ყოფილა მშობელი, როცა სხვა განწყობით მოსულა და ძალიან სხვანაირად დაუნახია. მე იცით რა ძალიან ბევრი რაღაცა არის უშუალოდ ბავშვებზეც დამოკიდებული, იქიდან გამომდინარე რომ პატარები სახში არიან კიდევ სხვანაირები და სხვა დაწესებულებაში მშობლების გარეშე არიან კიდევ სხვა ადამიანები და ინდივიდები. ამიტომ ზოგი მშობელი აღრთოვანებული ყოფილა, რომ მართლა ეს ჩემი შვილი აკეთებს ამას, ნუ თუ არასდროს არ წარმომედგინა, რომ ის ამას დააკეთებდა. რასაკვირველია სირთულეებსაც ვაწყდებით ხოლმე, მაგრამ ისეთი უკმაყოფილება მაინც არასდროს არ ყოფილა, რომ ეს ყოფილიყო ძალიან აგრესიული ან არასასიამოვნო. აი ესეთი ყოფილა რომ გაგიწყვეტიათ კონტრაქტი ვთქვათ და ყოფილა რომ გაგვიწყვეტია კონტრაქტი იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი დამფუძნებელიც ძალიან ხშირად აღნიშნავს და სულ ამბობს რომ არ არის თავარი რომ ჩვენთან ბავშვი რაოდენობრიობის მხრივ ოღონდ ირიცხებოდეს ხვდებით აი ისევ და ისევ თუ არ ხდება სწორი კვეთა მშობლის ინტერეს და ჩვენი ბაღის ინტერეს შორის და ეს ბავშვზეც არასასიამოვნოდ აისახება და ამ უნდობლობას ჯობს რომ დროულად ან შევაჩეროთ და ჯანსაღად გავცვალოთ. ის ბავშვი მე რაღაც ან ვირუსულად მუშაობს ჯგუფთან და აი ეს ნეგატიური დამოკიდებულება როცა მოაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესე მშობლების მხრიდანაც როცა
ანდობს შვილს, თქვათ, მასწავლებელს ან რომელიმე სტრუქტურას, ხო? ეს ხო საჯარო სტრუქტურა არ არის, კერძო სტრუქტურაა, ხო? იქ აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგიური, რაც ჩაფენილი, რომ აი მასწავლებლის და იმ საბავშვო ბაღია თუ სტუდია თუ რაც არის იმისადმი ფსიქოლოგიური ნდობა თუ ჩაფენილი არ აქვს შედეგი არ აი ამას ვეძახი სწორედ შერეული ქცევის ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის. კი, ნამდვილად და მაგ ნდობის გასამყარებლად სხვათა შორის ასევე არაჩვეულებრივი შეთავაზება გვაქვს ხოლმე მშობლებთან. ის ბავშვები და მშობლები ვინ ჩვენთან თანამშრომლობენ, გვაქვს მშობლის საათი. სადაც მშობელს შეუძლია წინასწარ დაგვირეკოს, გაგვაფრთხილოს და 2 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს გაატაროს ბავშვთან ერთად, როცა მოვა ბავშვი დაათვალიერებინებს ბაღს, აუხსნის სადრას ვაკეთებთ, მერე ეს მშობელი შესულია ჯგუფში, ნახულობს როგორ და რანაირად ტარდება აქტივობები და უშუალოდ თვითონაც იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში. და ბავშვები არ აპროტესტებენ ამას პირიქით. ისეთი ბედნიერება არის მათთვის ის, რომ აი ხა ჩემი დედიკო მოვა, ან ჩემი მამიკო მოვა, მოლოდინის რეჟიმში არიან. და მე სხვებსაც უნდებათ, ხო რომ მოიყვან. რა საკვირველია და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მართლა როგორი ბედნიერები ხდებიან, რომ დედა ეგ ძალიან კარგია. მამამ დაინახა მათი იქაური ყოველდღიურობა. გარდა მაგისა და რაღაცერად გაერთიანებთ ამ შემთხვევაში. ოჯახური ხდებით თქვენც, ხო? ძალიან შინაურები უხდებით მათთვისაც და აი ეს ბავშვებიც თვითონ აღფრთო, იცით რა აქ მშობლებს აქვს სხვადასხვანაირად შესაძლებლობა რომ საკუთარი თავის დემონსტრირება მოახდინონ, იქიდან გამომდინარე რომ შეუძლიათ მოიტანონ რაღაცა ზღაპარი წაუკითხონ, შეუძლიათ თავიანთ პროფესიაზე ისაუბრონ, ანუ და ბავშვებს გაუზიარონ და აი იქ პატარები კიდევ უფრო მრავალ ესეთი ემოციურები ხდებიან, რომ აი ჩემო დედიკო მე წაგვიკითხა ეს გაგვეკეთებინა, ჩემი მამიკო მოვიდა, იქ რამოდენიმეჯერმე ერთი და იგივე მშობელი მოვიდა და აი იმის მშობელი ორჯერ იყო, შენ რატო არ მოხვედი ორჯერ, მე კიდევ ის მშობლის ჩართულობასაც ითხოვს და ძალიან სასიამოვნო საყურებელია, როგორ აბედნიერებთ ეს ერთობა ზუსტად მშობლის და ბავშვის უშუალოდ ბავშვებს. და მე რომ ბავშვებიც ხედავენ უშუალოდ ჩვენს და მშობლის დამოკიდებულებასაც. აი ესეც ძალიან დიდი მესიჯია ბავშვებისთვის, როცა უშუალოდ ჩვენს კონტაქტს და ურთიერთობას უყურებენ, რომ ამ მასწავლებელთან, ამ მენეჯერთან არ აქვს სტატუს მნიშვნელობა იმ ზარეულთან, რომელიც არაჩვეულებრივი უყავს და უყვართ ამ ბავშვებს ძალიან, რომ არის არ არის ეს რაღაცა დაყოფა და არის მართლა ძალიან თანასწორი იმ მომენტში ყველა ერთმანეთისთვის რა საკვირველია საზღვრებით. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ყოველთვის მაინტერესებდა ახლა რამდენიმე სოციალურ ქსელებში ხო იდება ეს ინფორმაციები და ისა და ერთი საბავშვო ბაღის თუ რაღაცა სტუდიის ის იყო რეკლამა და რეკლამაში მასწავლებელი როგორ კოცნის ბავშვს ეს იყო გამოტანილი და ვაიმე ჩემზე ისე ცუდად იმოქმედა რომ აი რაღაც ეს პრივატული სივრცის შენარჩუნება, აი ამას როგორ თან ისეთი საყვარლები არიან, აი ძალიან დიდი ცდუნება არამეც ხანდახან რომ უყურებ რაღაცა როგორ შეგიდება ხო რაღაცა როგორც კარგი რო რაღაცა შეეხო და მე თვითონაც ისე თავს ვიკავებ ხოლმე რომ აი ზღვარს არ გადავიდე და მისი აი ეს ფიზიკური მისი სხეულებრივი პრივატული სივრცე რაც არის ის არ დავარღვიო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას როგორ ახერხებთ ასეთ საოცრებებთან ასეთ პატარებთან რომ სხვათა შორის ეგ არ მხოლოდ მასწავლებლის მშობელსაც დასაცავი აქვს ეს მე ხა ცოტა ისე უნდა შემოქმედო იმიტომ რომ ჩემს ამ პატარასთან ბევრჯერ დამირღვევია ეს პირად როგორც მშობელს მიმიცია ჩემი თავისთვის ეგ უფლება მაგრამ რა საკვირველია ასაკის ზრდასთან ერთად მშობელს ვენები აი ჭიპლ რო დაიბადა ჭიპლარი ხო გადაიჭრა და რო იზრდება მე ნელ-ნელა დისტანცირება ფიზიკური სხვა ადამიანი აღარა შენი სხეულის ნაწილი სხვა რამეა ხო აი რაღაცა ისეთი არაჩვეულებრივი საკითხია ხო რაღაც ინტიმურ ადგილებში კოცნა და რაღაცა ისეთი ვაიმე შეუძლებელია ამას რო ვუყურებ მე გვიკვირს რომ ბავშვები რატო ვერ იცავენ საკუთარ თავს სხვა ან ძალადობისგან ან
ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხსა და სხვათა შორის ამ მხრივ ისეთი გონიერები არიან და ყოველდღიურად ჩვენი მე არ არის გამორიცხული რომ თქვენ მოგიწიოთ კიდეც ახლა ისეთ ასაკის შემთხვევით ბავშვს შეიძლება გამოცვლაც დაჭირდეს ხო ნახეთ აქ ისევ და ისევ არის ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა და კომუნიკაცია მშობლებთან სხვათა შორის ესეთი მომენტები რატომღაც გაუფასურებულია ხოლმე და თუნდაც ეს გამოცვლას ეხებოდეს ყოველთვის მართლა გულწრფელად მე თვითონ ძალიან ხშირად მქონია მშობლებთან ამაზე ურთიერთობა რომ საქმის კურსში ჩააყენეთ პატარა სად მოდის რისი უფლება აქვს იქ მყოფ მასწავლებელს რომელიც მასწავლებლად ესე ხაზგასმით თუ არა ყოველ შემთხვევაში მეგობრად რომ შეუძლია მას აუცილებლად გაითავისოს იქედან გამომდინარე რომ ეს იქნება საჭიროება საჭირო ოთახთან ეს იქნება გამოცვლასთან კონტექსტში ჭამასთან მიმართებაში რომ აქ საზღვრები სწორად იყოს დაცული რომ იმ ბავშვმა გაიგოს რომ ეს მასწავლებელი იმ მომენტში მის პირად სივრცეს არ არღვევს და მას შეუძლია როგორც მშობელს იმ მომენტში ის მომსახურება გაუწიოს ან ის დახმარება გაუწიოს. ისე ცხენიათ ხოლმე, ხო? იცით ძალიან და ძალიან მართალია როცა სცხვენიათ ამ მომენტების გადალახვა, მაგრამ სხვათა შორის ეხლა ხანს გქონდა რამოდენიმე ბავშვთან გამოცვლასთან მიმართებაშიც და საჭიროებებთან მიმართებაშიც რომ ან თავს იკავებდნენ, მერე სახლში მიდიოდნენ, ამას ამბობდნენ მშობლებთან და როცა მშობელს და ჩვენს შორის შედგა სწორი ინფორმაციის სწორად გაცვლა მშობელმა აუხსნა რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია მასწავლებელთან მივიდეს ან იქ ყოფ ნებისმიერთან სიმართლე გითხრათ ჩვენს ყოველდღიურობაში აქ არა აქვს სტატუს მნიშვნელობა რომ მე მენეჯერი ვარ და მე ჯგუფში არ შევდივარ მე ზუსტად ანალოგიურად მომისაზრებენ იმ ადამიანად ვისაც შეუძლია რომ მათ დაეხმაროს შესაბამისად ის პატარა მოდუნდა, მოეშვა, დობით აღუჭირვა, იმიტომ რომ დედამაც და ოჯახის წევრებმაც აუხსნეს, რომ ის სანდო ადამიანია, რომელსაც შეუძლია მას იქაც და სხვადასხვა საჭიროებებში მას დაეხმაროს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადად გაცვლილი ინფორმაცია. ამას ანუ პატარები იბოჭებიან არცოდნისგან. ანუ თუ კი ჩვენ ვაწვდით წინაპირობად ინფორმაციას, სად მიდიხარ იქ ვინ დაგხვდება, იქ რა შეგიძლია რომ უთხრა, ან რა არ შეგიძლია რომ უთხრა, ან რა შეგიძლია რომ გააკეთო, ან თუნდაც რომ შენ იქ შეცდომა დაუშვა, ან შენ შეგიძლია მე ეს იმ მასწავლებელთან განიხილო, ანუ არ არის, შენ თუ გეშინია, არის ბავშვებს უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება, იქიდან გამომდინარე რომ არიან შემოწირულები ბარიერები აქვს. ეს სეპარირების მომენტი მშობელს და ბავშვს შორის კიდევ სხვა საკითხია. ანუ ამის იმზაობა სჭირდებათ ეს ლაპარაკი ძალიან დაუღლელია ხოლმე რომ იმდენს საუბრობს სახლში ჩემშვილებთან მაგრამ კვალს ტოვებს და მე რასაკვირველია პატარასაც უმარტივდება უფრო თავდაჯერებული ხდება რომ კი ნამდვილად ეს ის ადამიანია აი მე მშობელმა ამიხსნა ვიცი რომ მე ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში შემიძლია ჩემს დამხმარესთან მივიდე და ვთხოვ ამ საკითხში დახმარება და რაც შეეხება პერსონალურ სივრცეს ძალიან ხშირად გაანხილვადი თემაა ჩვენთან ბაღში და როგორც ინგლისურენოვან ბაღში personal space ესე აღნიშნავენ და ძალიან საინტერესოდ ყოველდღიურობა იწყება ამ საკითხის განხილვით, იმიტომ რომ წრეში ნოხზეს ხდებიან ეს პატარები და პირველ რიგში რითითაც იწყებენ დღეს და ყოველ დღეს ეს არის მათ ემოციურ განწყობაზე საუბარი. ემოციურ განწყობაზე საუბრის შემდეგ გადადიან აღნიშნა იმაზე თუ სად არის სხვისი საზღვრები და აქ ძალიან კარგი მაგალითი აქვს და იციან, ნუ ვინც ჩვენთან, იმიტომ რომ იცვლება ხოლმე შემადგენლობა ბავშვების და უკვე ვინც კარგა ხანს დადის, რომ ყველას აქვს თავისი დაუნახავი ბუშტი. რომელიც არის მისი პერსონალური სივრცე და შესაბამისად სანამ ამ ბუშტს შევეხებით ან მის პერსონალურ სივრცეს ეს იქნება კოცნა, თითის მიკვრა, თითის დაკარება, სათამაშოს თმის, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ საკითხთან. განსაკუთრებით თავის პირდაპირ თავმოყვარეობის ზონა. დიახ, ამიტომ ძალიან ხშირად ყოველდღიურობაში შემიძლია ვთქვა, რომ ხდება ამ საკითხის განხილვა, რომ მათ ჯანსაღად იცოდნენ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი საზღვარი და შეიძლება შენ ჩახუტება ძალიან გინდოდეს,
მაგრამ წინაპირობა უნდა იყოს ამისი დაკითხვა, რომ შეიძლება რომ ჩაგეხუტო, ან შეიძლება რომ თმა გაგიკეთო, ან მოდი შეიძლება ეხლა მე რომ დაგეხმარო, რომ ტანსაცმელი გამოვიცვალ, სიმართლე გითხრათ, ამასთან მიმართებაში გქონიო ესეთი შემთხვევაც, რომ მე ჩემით გავაკეთებ, მე ჩემით გამოვიცვლი, ოღონდ დამელოდი. აქ უკვე ნებელობაზეა მასწავლებლის, რომ აძლევს ზოგიერთი მასწავლებელი იმის საშუალებას, რომ მან თავისით გამოიცვალოს, არა ურჩევნია რომ თქვა სწრაფად, როგორც ზოგიერთი მშობლებსაც გვიჭირს ამ პერსონალური სივრცის, მეც იდეალური დედიკო სამწუხაროდ არა ვარ ხოლმე და ვაწყდებით ამ სირთულებს, რომ ჩქარა ჩავიცვათ, ჩქარა წავიდეთ, ჩქარა დავარცხნოთ და გავემზადოთ და გავეშუროთ. ამ დროს თავისით. მე ეს არის და ეს სიჩქარე აკეთებს იმას, რომ ფაქტობრივად შვილის ნაცვლად აკეთებ ყველაფერს და მე უკვე ამას ვაჩვევთ ამ ბავშვებს, რომ ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია, რომ მათი გასაკეთებელი არ არის და ისეთ რაღაცებს ვაწყდები, ხო, აი ისეთი ტიპის უნარობებს, რომ აი მაგალითად შეიძლება ბავშვმა, რა ვიცი, მე ხვდე 6 კლასელმა ნემსში ძაფი ვერ გაუყაროს. და ვერ მიხვდეს, რომ ასე უყურებ. მეთქი როგორ უყურებ, დაუსრისე თავით, რომ გაეტიოს. ორჯერ მითხრა, მადლობა, ეს რა კარგი რაღაცა მასწავლეო, რომ ძავსურმენი. უნდა მოусრისო თავი. აი ესეთ ჩვენ ძალიან ისეთ მრავალფეროვანი აქტივობები გვაქვს, აი ყველაფერი გვაქვს, რა ვიცი. კარგვაც, ჯვარითინი კარგვაც ვასწავლეთ, იქ რაღაცა ტიპის ქსოვებიც გვაქვს, ანუ ძერწვა, ყველაფერს ხეზე წვა, ანუ ის რაც ჭირდება ზოგადად მოტორიკის განვითარება. სინამდვილეში მოტორიკის განვითარება თან მიყვება ამ იმას, რომ ჩვენ ძირითადად ვცდილობთ ინტელექტუალურ განვითარებაზე ვიმუშაოთ და ვხედავ, რომ ეს ბავშვი არის ჩამორჩენილი მოტორიკის განვითარების თვალსაზრისით ასაკს, ანუ სკოლამდელი ასაკის დონეზე არის, იმიტომ რომ აი სხეულს ვერ ფლობენ. რა ვიცი, აი ფარდიურზე შეიძლება ვერ გადააბიჭოს ფეხი. ეგ ინტელექტუალური განათლებაც მოდის, ანუ ამ ზაობიდან, იმ ნებელობიდან, რომ მანების ყოფა გამოიმუშავოს იმის, რომ შეძლოს, რომ ნემსში ძაფი გაუყაროს. ანუ ეს ყველაფერი არ დაჭირვებია. ძალიან ჯაჭვურია ჩვენთან, აი მთავარი გამოწვევა, რასაც მშობლებთან მეკითხებოდით, რა არის ხოლმე და ვაწყდებით, არის რომ აი გვეკითხებიან, რომ თქვენ სკოლამდელი მზაობა პროგრამული გააქვთ? აი ნახეთ, გონიათ რომ ასოების და რიცხვების სწავლა დაგარჩა. იმდენად ორაზროვანია ეგ შეკითხვა, რომ თან მე სულ ვაზუსტები. ჩვენც და ზუსტად აქ ხდება მე ის სწორი კვეთა. ან მაგრამ ყოფილა რომ იმდენად დამაჯერებლად აგვიხსნია, რომ საჭიროება ამისი თუნდაც ეს მოტორული განვითარება თუ არ არის კალანსური და სოციალიზაცია. რომ როგორ ადაპტირდება ის პატარა სკოლაში დამოუკიდებლად, სადაც თავის მოსაზრებას იტყვის, კლასის წინაშე გავა და ამ გაკვეთილის მოყოლას შეძლებს მერე კალმის დაჭერას, 45 წუთი ყურადღების კონცენტრირებას და იქ სხვადასხვა ასოების მოყვანილობის გაკეთებას, თუ ეს ემოციური, ფსიქოემოციური, სოციალურ-ემოციური მზაობა მას არ ექნება. ანუ აი ეს არის ალბათ ამ ბოლო პერიოდის ყველაზე რთული გამოწვევა, რასაც მშობლებთან ვაწყდებით ხოლმე. ეს ძალიან უჭირთ ბავშვებს, აი ეს გარდამავალი ასაკები, ხო, თქვათ ოჯახიდან პირველად გამოვიდა ბაღში შევიდა, ხო, საბავშვო ბაღიდან გამოდის, მერე სკოლაში შედის, ხო, ოჯახიდან პირდაპირ რაღაც ამოსასრულო სივრცეში გამოდის მარტო, ხო, ძალიან რთული არის მათთვის ეს პროცესი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის და იმ სტრუქტურის თანამშრომლობა, სადაც ბავშვი მიდის. ისე ძირითადად რა საწყდებით ხოლმე ამ დროს, აი როცა ბავშვს უჭირს თქვათ ადაპტაცია, თუ უჭირს თქვენთან ადაპტაცია და როგორ იქცევით ხოლმე ასეთ შემთხვევაში. საკურველია პატარებს უჭირთ, იქედან გამომდინარე, რომ მართლაც ყველას გარემოება ოჯახებში გვაქვს სხვადასხვანაირი. ყველა ბავშვს ემოციური მზაობა აქვს სხვადასხვანაირი. გარდა იმისა, მე ჩემი პირადი მაგალითი შემიძლია აღვნიშნო, რომ მე 3 პატარა მყავს და პირველთან რო დედა ვიყავი, მეორესთან კიდევ სხვა დედიკო ვარ და მესამესთან კიდევ სხვანაირი სხვა გამოცდილებები გაქვს. ნამდვილად ამას რომ თავი დავანებოთ, რომ აქ ერთი და იგივე პიროვნებაზე მაქვს, როგორც მშობელზე, ჩემზე საუბარი, მაგრამ სხვადასხვა შეხებით,
ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც სხვადასხვა გარემოებებში ვიზრდებით და ამ მომავალი სკოლა, ბაღი ერთია. და მე ბრალის განცდა ის წინაშვილების მიმართ, რომ აი ეს ხო იმათთან არ გავიკეთები და იგივე არის მოსწავლეებთან მიმართებაში, აი როცა გამოცდილებები მოდის, აი იმ ბავშვთან რო ასე მემუშავა, თქვათ რაღაცა შეიძლება სხვა ყოფილიყო. ეს ყოველთვის ეგეც ძალიან საინტერესოა უშუალოდ მე რატომ მიყვარს და ვარ აღფრთოვანებული იქ სადაც მოვხვდი რომ მე თვითონ გავიზარდე როგორც მშობელი, როგორც დედა, როგორც ადამიანი და ჩემი უფროსი გოგონასთვის ძალიან ხშირად გამიზიარებია რომ მე შენთვის და შენთან ერთად ვიყავი პირველად დედა. ანუ მე არ ვცდილობ რომ მასთან დავამყარო ისეთი ბარიერი რომ მე უშოცდომო ვარ მასთან მიმართებაში. მე შეიძლება გადაღლილი ვიყო და მასთან შეცდომა დავუშვა, იმიტომ რომ იქ სხვადასხვანაირად მოვიქცე. მაგრამ ისევ და ისევ მივდივართ იქამდე რომ ჯანსაღი კომუნიკაცია ძალიან ბევრ რაღაცაში გვეხმარება. მე ძალიან ხშირად აღნიშნულია ხოლმე ეხლანდელ სოციუმში რომ ბავშვურ ტრაუმებზეა ხოლმე საუბარი. ამის გარეშეც არ არსებობს, ანუ ტრაუმის გარეშე, ემოციური სტრესის გარეშე არ არსებობს, უბრალოდ გვიანი არასდროს არ არის, როგორც აი ბევრ გამოცდილ ფსიქოლოგსაც რომ მოვუსმინოთ, რომ სწორად მოხდეს ამ ინფორმაციის გაცვლა და ზუსტად და უნდა ასწავლოს სტრესთან მუშაობა, სტრესის მონელება და არა ის, რომ სტრესი არის, ხო ეს ორი სხვადასხვა რამე. ეს უნარია, რომელიც გარდაუვალია ცხოვრებაში. შესაბამისად, მთავარი ეს აი ჩვენთანაც ზუსტად ბაღშიც მშობლებთან მიმართებაშიც აი ამ გამოწვევებს ვაწყდებით ხოლმე, რომ ყველანი სხვადასხვა სოციუმიდან მოდიან, უბრალოდ აქ კვეთა ხდება, რომ ანუ ჩვენი ხედვა და ჩვენი რუტინა, რაც ჩვენ გაწერილი გვაქვს, ან მათთვის მისაღებია და ან არ არის მათთვის ეს მისაღები და ესეც ძალიან ჯანსაღია, მაგრამ ამაშიც ნახეთ როგორი ის არის ეს მზაობაც, რომელსაც მე ბავშვები ჩვენთან გადიან, და არიან მაქსიმალურად დამოუკიდებლები. ალბათ ძალიან ხშირად გინახიათ და დარწმუნებული ვარ რომ გინახიათ საბავშვო ბაღიდან მშობელი ღებულობს მოსალო წვარად 8 მარტს და წერია ტექსტი. ნუ ფიზიკურად ვერ დაწერს ამ ტექსტს 4 წლის ბავშვი, 5 წლის ბავშვი, 3 წლის ბავშვი. ანუ გააჩნია ეხლა მშობელს რა აბედნიერებს იქ უშუალოდ მისი ხელით ნაკეთი ხელნაკეთობა მიუტანოს პატარამ და მიულოცოს 8 მარტი თუ ეს იყოს ლამაზად შეფუთული. ანუ რომ აი აქაც ნახეთ განსხვავება ინტერესებს შორის. ანუ მშობელს იმ მომენტში რა უნდა მისი პატარასგან. რა მაინტერესებს იცით აი მშობლები თუ ჩარეულა თქვენთან ბავშვების კონფლიქტში თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა? ბავშვების კონფლიქტში არ მახსენდება რომ მშობლებს მოსწეოდათ ჩარევა ყოფილა რომ მშობლებს ინფორმაცია ჩვენამდე გაუცვლიათ რომ აი თქვათ უკმაყოფილო ინფორმაციით მისულა პატარა ოჯახში და ან რაღაცა ისე მომხდარა და ჩვენ არ შეგვინიშნია და როცა მშობელმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია ძალიან არაფორმალურ გარემოში ბავშვებთან ეს ისე როლურად გაგვივლია და მოგვიწესრიგებია და დაგვილაგებია ეს საკითხი რომ მშობლის ჩარევა ნამდვილად არ დაგჭიროებია იმიტომ რომ ხანდახან არის რომ ბავშვები ან თავს იკავებენ ისევ და ისევ ან რაღაცას მალავენ და მერე სახში მიდიან და სხვანაირად მიაყვთ ეს ინფორმაცია მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა დაგვირეგულირებია, მაგრამ უშუალოდ მშობლის ჩარევა. ისე ბავშვებს უჭირს ძალიან ვერბალიზაცია და სწორად მიტანა ამის ძალიან სუბიექტურები არიან სამყარო სხვანაირად აღიქვავენ და ნამდვილად გარდა იმისა, რომ თან უჭირთ ადეკვატური ის ძნელია ბავშვებს კი არა და მოზარდებს გვიჭირს და ზრდასრულებს უჭირთ. ამიტომ ნახეთ აი ზუსტად მანინ არის, როცა ჩვენი კვეთა რომ ორივე მხარეს როცა ვისმენ და უშუალოდ მშობელი არ ფიგურირებს, ძალიან ჯანსაღად იცვლება სამართალი, ასე ვთქვათ და უკვე იქ არ ხდება მშობლის პრიორიტეტიდან ან მშობლის მხრიდან გადაწყვეტა პრობლემის, იქ ხდება რეალურად განხილული საკითხების მოგვარება და მაგით აღნიშნე რომ ჩვენი დღე ყოველთვის იწყება ამ ჩვენ მყავს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგია ასევე, რომელიც ის სოციალურ უნარებით იწყებს ხოლმე ბავშვებთან ურთიერთობას და ხაზგასმას, რა აბედნიერებს
რა არაბედნიერებს, რა გვრის სიამოვნებას, რა არ გვრის სიამოვნებას. ნახეთ ეს თვითონ პატარა შეკითხვებია, მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციულია, შემდეგ უფრო და უფრო რო იზრდებიან, მე კიდევ უფრო და აქედან ხვდებიან პატარები, რომ მათ თავიანთ ემოციებზე შეუძლიათ საუბარი. ანუ იმ პატარას ძალიან დიდი ემოციები აქვს, ძალიან ბევრი დაბნეული შეკითხვები აქვს სათავისად, რომლის დაკვალიანებაშიც რეალურად ჩვენ ვეხმარებით. თუნდაც ის რომ განაწყენებულია, ვეუბნებით რომ ჩვენ გვესმის რომ ეხა შენ ამითი გაბრაზდი, გეწყინა. და ყოფილა რომ გაბრაზებულა, გვერდით დამჯდარა, მე ძალიან ხშირად ჩვენს მასწავლებლებთან წლის განმავლობაში გვაქვს ხოლმე პროფესიული განვითარების დღე, როცა ბაღი იხურება 4 თვეში ერთხელ, სადაც განვიხილავთ ხოლმე სხვადასხვა კუთხით. ჯერ გვაქვს მშობლებთან წელიწადში 4 ჯერ შეხვედრა, ასევე გვყავს მშობელთა კომიტეტი გვაქვს, სადაც მშობლებს დამოუკიდებლად ჩვენგან აქვთ ჩატი და ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში და შემდეგ ეს მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე გადმოგცემს იმ საკითხებს, თქვათ, რაც ესაჭიროებათ და რაისი განხილვაც მშობლებს უნდათ. მე ჩვენ მშობელთა კრებაზე განვიხილავთ ამ საკითხებს და შესაბამისად მშობელთან კავშირი დღეს როცა შეკრება სრულდება, მე გვაქვს ტრეინინგები თანამშრომლებთან, სადაც განვიხილავთ მშობლებისგან წამოსულ ინტერესებს, ჩვენს ინტერესებს, რა არის ამომავალი წერტილი, რა გვინდა რომ შევცვალოთ, საით მივდივართ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენს მასწავლებლებთანაც ცოცხალი ურთიერთობები გაქვთ და ძალიან კარგია. ესე იგი ისეთ საინტერესო რამეებს იძახით, რომ აი ძალიან სიამოვნებს, რომ ასეთი სტრუქტურა არის ქალაქში და მიხარია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე ფიქრობენ და ადამიანები, რომელსაც აინტერესებთ ბავშვი მათი პრობლემებით. აი ამ ვალი შეგაწყვეტნეთ, მანამდე მკითხეთ არის თუ არა სირთულეები ბავშვის ადაპტაციასთან დაკავშირებითო და მე გადავიტანე ცოტათი საუბარი არის და ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე, რომ პატარებს უჭირთ ადაპტაცია და ამიტომ გვაქვს ზუსტად ის შეთავაზება მშობლებთან ერთად სტუდია და რატომ არის ეს სირთულე ბავშვებისთვის, როცა უნდა დარჩნენ და რატომ აპროტესტებენ პატარები. ანუ იმ გარემოებებში, რომლებშიც ჩვენ ვიზრდებით და ყველა სხვადასხვა არის, შესაბამისად ბავშვის, ნახეთ, უფრო მეტად ბავშვს კი არა, მშობელს აქვს შფოთვა. როცა ჩვენთან მოდიან. იცით რა, ამას აუცილებლად გაუჭირდება, ალბათ იტირებს. ანუ ჯერ არ უტირია, მაგრამ ალბათ იტირებს. ნუ ჩვენი წინაპირობა თუ ესეთი მშფოთვარია, რომ იმ გარემოში მიგხვდეთ. რა თქმა უნდა იტირებს ორი აზრით. და ვიტირებთ. მე არ ვიცით, ნახეთ, აი რამდენი ხანი დასჭირდება მაგალითად, რომ ადაპტაცია გაიაროს. აი რამდენი საათი გავჩერდეთ. ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ შევდივართ, რა განწყობით შევდივართ, ვის როგორ ვეკონტაქტებით. ანუ მშობელი რო შემოდის ჩვენთან უკვე ნდობით აღჭურვილი იმ შენობაში ბავშვთან ერთად, ის ბავშვიც თავდაჯერებულად შვიდად შემოდის, რომ ეს ძალიან კარგი გარემოა, მე დედასთან ერთად მოვედი და აქ აი ესეთი ბედნიერი შემართება აქვს შემდეგ მასეც, მაგრამ როცა მშობელი შფოთას, აუ არ ვიცი, გამომოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი პირდაპირ იღებენ მშობლის ემას, ემოციებს და დამოკიდებულებას. მანიპულირებასაც რთავენ. ნახეთ, სხვათა შორის ინტერვიუებს ვაკეთებთ ხოლმე, სანამ პატარები ჩვენთან დაიწყებენ სიარულს და მშობელს როცა გვირეკავენ, რომ უნდათ ჩვენთან მიღება, ვეუბნებით რომ გავაკეთოთ პატარა ინტერვიუ, სადაც იქნება ჩვენი ფსიქოლოგი, მე, თქვათ, ჩემი პროგრამული მიმართულების მეთოდისტი და ჯგუფის მასწავლებელი. შეიძლება ყველა იმ მომენტში შემადგენლობით ვერ შევხვდეთ, მაგალითად, იმიტომ რომ დაკავებული იყოს იმ მომენტში, წინასწარ როცა დაგეგმილია, ყოველთვის ვახერხებ. ოღონდ ეს ხდება, ნახეთ, როგორ არაფორმალურ გარემოში იქიდან გამომდინარე, რომ აი პატარას და მშობელს შევხვდით, გამარჯობა, როგორ ახარ, აი პატარა აიფარა დედას. ესე იგი, სადღაცა იქ უკვე ცოტა რაღაცას ეხლა შევედით ოთახში, იქ რო შევედით ოთახში, აი სათამაშო შევთავაზეთ, მოვიდა სათამაშოდ, თუ იქაც კიდევ რაღაცაზე ყურადღება ამის აქცევ. ეხლა ნახეთ, როცა მშობელს ვესაუბრებით, ვცდილობთ რომ ის, რასაც ჩვენ და მშობელი ვსაუბრობთ, არ იყოს გასაგონი ბავშვისთვის. ნახეთ, იმიტომ რომ რეალურად ბავშვი რო გოგონია არ გვისმენს, ყველაფერი ესმის.
მე პირიქით თუ ბავშვთან ერთად მშობელს არ ველაპარაკები ბავშვის ზურგს უკან. თან დასწრებით გააჩნია რა ინფორმაცია ასვით, მაგრამ თუ მშობელი შფოთავს რომ იცით რა არასდროს არ უვლია. ის პატარა უკვე ფიქრობს სად მოვედი ხა რაღაცა საშიში ხდება და მშობელი ახელმებული თვითონაც აღელდა. ანუ ის საკითხები რაზეც ხაზგასმით უნდა რომ გვინდა რომ ბავშვმაც გაიგონოს, იმას უფრო სხვანაირი ინტონაციით გავცვლით ხოლმე მშობელთან. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ის პირველი მომენტიც ძალიან ბევრის მთქმელია. მე ძალიან უჭირთ მშობლებს რომ აიტირის რაც ძალიან ემოციურად მოქმედებს ნებისმიერ მშობელზე და მე როგორც დედას მართლმოგულწრფელად მესმის რამდენად ემოციურია როცა პატარას ტოვებს სივრცეში სადაც ის ემოციებს პირველად ხდება სეპარაცია შვილისთან. მაგრამ მეორე კუთხიდანაც დანახვა შეიძლება იქიდან გამომდინარე რომ დედასთან ერთადაც ტირის ბავშვი უბრალოდ მშვიდდება იმიტომ რომ იცის რომ დედა არის უსაფრთხო გარემოება მისთვის. ეხლა წარმოიდგინეთ ის პატარა როცა ჩვენთან ერთად დამშვიდდება და იმ სეპარაციის მომენტს გადალახავს ჩვენთან ერთად და დაინახავს რომ აი დედა არ არის მაგრამ ესენი კეთილი ადამიანები არიან და მეც დედასავით თბილად მღებულობენ. ძალიან მარტივად და შეიძლება ის რაც ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს თუ მშობელის სწორჩართულობას აკეთებს მეორე დღეს უკვე შედეგის მომცემია ხოლმე ან მესამე დღეს. ძალიან საინტერესო მე მგონია რაღაცა უსასრულობამდე შეიძლება ამ თემებზე ლაპარაკი და აი მართლაც იმდენი წვრილმანისა და ნიუანსებისგან შედგება ეს საქმიანობა ყველა რაც ბავშვს შეეხება ზოგადად ხო ალბათ ძნელი არის რაღაცა დროის განსაზღვრაც, მაგრამ ჩარჩოში მოგწევს. ხო, ძალიან რთული არის. და მოდი ფინალურ ფაზაში გადავიდეთ ჩვენი პოდკასტის. რახან ჩვენ ლალისთან ყავაზე ქვია ჩვენს ბოლოში რაღაცა ორი სიტყვით ყავაზე უნდა გვითხრათ თქვენი დამოკიდებულება. მე ჩემი კოლეგები ვინც არიან, ჩემი სტუდენტები ვინც არიან, ყავის დასალევად როცა ვჭდებით, იქ მოსწავლეებზე ლაპარაკობ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასე იქნებით და აი რა არის ყავა თქვენ შემთხვევაში? ეს არის რაღაცა ისეთი სასიამოვნო გარემო. მე პირადად ყავა სიმართლე გითხრათ ასოცირებას ეგრევე დედა ჩემთან მიქმნის. იმიტომ რომ დღემდეც მიქმნის ამ რაღაცა სიმყუდროვეს, როცა მასთან ერთად ხდებით და შეგვიძლია დილით მივირთვათ ყავა. ეს ხშირად არ ხდება ხოლმე, ამის ფუფუნება არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ ან კვირას დღის განმავლობაში ან დილით საუზმეზე მივირთვათ და სიმყუდროვესთან ასოცირდება ინფორმაციის გაცვლასთან და რაღაცა კონკრეტულად იმ ადამიანებთან ირგვლივ ვინც სხედვართ რაღაცა სასიამოვნო სხვადასხვა საკითხებზე საუბარს და ამ სიმყუდროვეს მივდის. ხო, ალბათ იმიტომაც არის ეხლა ხო და გავიწდა კამერები და ჩვენთანაც ყავა მაგიტო არის რომ აი ეს უშუალობა და ეს რაც აქვს ამ ყავას და როგორ რაღაცა ერთი არის რომ ყავა, მეორე არის რომ ბავშვები და ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმებას სხვადასხვა ადამიანებთან, ანუ ნახეთ თქვენთან ერთად თქვენი სიმყუდროვე შექმნა იქ ოჯახის წევრებთან, იქ ჩემს ოჯახის წევრებთან ცალკეულ სხვა სიმყუდროვეს და კავშირს მიმყარებს ხოლმე მეგობრებთან კიდე სხვა საურთიერთობას და ასე რომ საინტერესოა. ხო, ნუ ძალიან მნიშვნელოვანია ყავა და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში. დიდი მადლობა ელისო იმისთვის რომ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა იმისთვის რომ იყავი ასეთი გულწრფელი და მე მგონია რომ ბევრ ადამიანს გამოადგება ის რაზეც იცით რა არის შეიძლება ჩვენ აქ გამზადებული პასუხები რამეზე არ გქონდეს მაგრამ ის კითხვები რომლებიც ისმება ხო ხანდახან არის ეს კითხვა რო აგეკვიატება შეთვითონ მოძებნი ხოლმე მე ამ კითხვებზე პასუხს და ამიტომაც არის რომ შეიძლება უფრო მეტი კითხვა გაჩნდეს ჩვენს პოდკასტებში ვიდრე გამზადებული პასუხები მასე, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა ბავშვთან ვისაც აქვს ურთიერთობა, თავისი პასუხები მოძებნოს ამ კითხვებზე. კი, კითხვები ზოგადად განვითარებისკენ მიმავალია, რაც უფრო მეტი კითხვა უჯდება თუ პატარებსო, ესე იგი მით უფრო მეტი ინტერესი უჯდება. კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ინდიკატორი. ამიტომ ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცა ეს საშუალება და მე მინდა რომ ჩემი მხრიდან სწორად გაგზავნილი მესიჯი იყო
იყოს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც მოისმენს, რომ ეს არის ჩემი გამოცდილებიდან მიღებული შეფასებები, ჩემი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გაცემული პასუხები და როგორც მშობელს და როგორც ადამიანს პიროვნულად მეხმარება ყოველდღიურ ზრდაში, სადაც არასდროს არ ვჩერდები მე თვითონაც და ანუ სწორად რომ იყოს ეს ჩემი მხრიდან გაგებული, რომ ეს არის პრაქტიკული გამოცდილებიდან და ყოველდღიურობიდან დაგროვილი, რაც მინდა რომ გავაზიარო და შემიძლია რომ გავაზიარო, იმიტომ რომ მაქვს შეფასების საშუალება მანამდე და შემდეგ, აქედან გამომდინარე, მადლობა ძალიან დიდი რომ მომეცა ამის საშუალება. მადლობა თქვენი დროისთვის და თქვენი გულწრფელობისთვის. დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩემი სტუმარი იყო ელისო კუპრეიშვილი, ელმო კლუბის მენეჯერი და ძალიან საინტერესო ადამიანი.